საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედია ცენტრ მთავარში დღეს პრესკონფერენცია გამართა და ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესების შეაფასა. მან კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, აისახება თუ არა ენგურ ჰესის ტარიფის დადგენის წესის ცვლილება გადამხდელებზე. დავით ნარმანიას განცხადებით აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს სამომხმარებლო ტარიფების ზრდას. მან ზედმეტად დარიცხულ კომუნალურ გადასახადებზე, ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელზე, ამ სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონში ცვლილება, რომლის შესაბამისადაც აფხაზეთში მიწოდებული ელექტროენერგია არ იქნება ასახული ენგურ ჰესის ტარიფის გაანგარიშების დროს, რაც მიზნად ისახავს ენგურ ჰესის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებას და შესაბამისად ამით კომპანია შეძლებს რომ სრულად მოემსახუროს მის წინაშე არსებულ ვალდებულებებს, ისევე როგორც მიმდინარე და კაპიტალური ტიპის ღონისძიებები, რაც უნდა ჩატარდეს ობიექტზე, ამას თვითონვე მოემსახურება საკუთარი ფინანსები და ფინანსურად უფრო ჯანსაღი კომპანია იქნება. აღნიშნული ცვლილება გავლენას არ იქონია სამომხმარებლო ტარიფებზე და ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან მარეგულირებელ კომისიას გათვალისწინებული აქვს მექანიზმები, რა მექანიზმებითაც ჩვენ თავის დროზე მოვახდინეთ ტარიფების გაანგარიშება და დაბალანსება. მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში იღებს მომხმარებელთა განაცხადებს და საჩივრებს. 2024 წელს 3000-ზე მეტი საჩივარი შემოვიდა ჩვენთან და განხილული იქნა შესაბამისი დეპარტამენტის მიერ და შემდეგ უკვე კომისიის მიერ იქნა გადაწყვეტილებები მიღებული. არასწორი ან ზედმეტად დარიცხული ან ხანდაზმული დავალიანება ჯამში 2024 წელს 2.800.000 ლარამდე ჩამოეწერა მომხმარებლებს, მათგან ყველაზე მეტი 1.600.000 ლარი ჩამოეწერა წყალმომარაგების სექტორში, დაახლოებით 1.000.000 ლარამდე იქნა ჩამოწერილი ელექტროენერგეტიკის სექტორში და ყველაზე მცირე იქნა დაახლოებით 20.000 ლარამდე ბუნებრივი გაზის სექტორში. როცა მომხმარებელი დაეჭვდება დარიცხვის სისწორესთან დაკავშირებით, შეიტანს ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ მომართო მარეგულირებელ კომისიას როგორც ელექტრონულად, ასევე ჩვეულებრივი ფიზიკური განაცხადის მეშვეობით. კომისია გამოითხოვს ინფორმაციას კომუნალური კომპანიიდან, ნახავს მოხმარებებს, შეამოწმებს მრიცხველს და აქედან გამომდინარე დარწმუნდება დარიცხვის სისტორეში თუ შეცდომაში და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მიმდინარე წელს რაიმე სახის ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ნაწილში. ჩვენ საშუალოვადიანი ტარიფები, რაც დავადგინეთ, ელექტროენერგიის ტარიფები ამ წლის ბოლომდე მოქმედებ, ბუნებრივი აირის ტარიფები კიდევ უფრო მეტი ხნით აგვაქვს დადგენილი 5 წლიანი პერიოდისთვის იქნა დადგენილი, ისევე როგორც წყალმომარაგების ტარიფები, რომელიც დავადგინეთ ჩვენ დაახლოებით 1 წლის წინ ოდნავ მეტი ხნის წინ, ასევე 3 წლიანი ტარიფი იყო დადგენილი, ასე რომ მიმდინარე წელს რაიმე სახის ტარიფის ზრდა მინიმუმ წლის ბოლომდე დაგეგმილი არ არის.